დღეს რაც მოხდა, ანუ ღამიდან მოყოლებული ეს ტექტონიკური ძვრები არის დიდ რეგიონში და ალბათ ისეთი ძვრები, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებასაც, რა თქმა უნდა, ალბათ ბალანსს შეცვლის. რატომ ამბობ შეცვლის? იმიტომ რომ ანუ სამხედრო ამოვარდნა ისეთი ქვეყნის როგორც არის ირანი რეგიონალური ბალანსიდან, ხო? ну გამოიწვევს ალბათ რაღაც რყევებს და ეს შექმნის ვაკუუმს და ვაკუუმი უსაფრთხოებაში არ არსებობს. იმას ვიღაცა შეეცდება რომ შეაფსოს. მე ჩემ თავს დავუსვი დღეს დილით როცა წავიკითხე ეს ინფორმაციები, კითხვა, რატომ ეხლა? რატომ მოხდა ეს ყველაფერი ეხლა და რამოდენიმე კომპლექსური კითხვა არის და კომპლექსური პასუხი უნდა გავცეთ ამას ალბათ. პირველ რიგში ის რომ მოდით ასე ვთქვათ რეტროსპექტიულად ეხლა ჩემო წინამორბედმა უკვე თქვა რომ წლები ამზადებოდა. დიახ, წლები ამზადებოდა და ზოგადად ისეთი ქვეყანა როგორც არის ისრაელი ბევრი სცენარი აქვს სამხედრო ოპერაციების განვითარების და ზოგადად რეგიონალური სიტუაციის განვითარების და ყველა ამ სცენარს შეესაბამება რაღაც სამხედრო ოპერაცია და მისთვის მზადება. მაგრამ მე ვიტყოდი რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის მერე მკვეთრად შეიცვალა ზოგადად სიტუაცია მთელს რეგიონში და ამან ესე იგი რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია მოიტანა როგორც ებრაელი ხალხისთვის ისევე როგორც გაზაში დასახლებულ მოსახლეობას, მაგრამ ამან შესაძლებლობები გაუხსნა ისრაელს იმისათვის რომ იფიქროს თავარი თავისი მტრის ანუ ირანის მიმართულებით ოპერაციების დაგეგმვაზე. და სხვა შორის დაგეგმვას რაც შეეხება ბატონ გიორგი, ეხლა ვრცელდება ინფორმაციები, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან წყაროს ეყრდნობა, მაგრამ აი ძალიან დიდი სიურპრიზია მაგალითად ქუთსების მეთაური გენერალი ისმაილ ქაანი, როგორც ებრაული წყაროები ამბობენ, აღმოჩნდა რომ არის უსაფრთხოდ ისრაელში. მე წავიკითხე რომ განადგურებულია. ხო, და ეხლა წერენ რომ ბატონო ისმაილ ქაანი is confirmed safe in Israel. ანუ საოცრება ხდება და საუბრობენ იმის თაობაზე, რომ აი ესეთი დეტალური ცნობები ცალკეული ობიექტების არა მარტო, არამედ საცხოვრებელი რეზიდენციების და იმის შესახებ შეუძლებელი იქნებოდაო, რომ არა ასეთ უმაღლეს დონეზე ინფორმაციის წყარო, არ ვიცი, აი გადაცემის მიმდინარეობა საერთაშორისო საინფორმაციო ისინი არ ვრცელებენ. არ გამიკვირდება მოსადის მიერ ჩატარებული ოპერაციების ისტორიის კვალობაზე. კი ბატონო, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, მე მინდა გითხრათ, რომ აი გასულ წელს ოქტომბერში და აპრილში მე მგონი ის ორი თავდასხმა ირანის, რომელიც იყო ისრაელზე და საპასუხო ძალიან მოზომილი პასუხი, რომელიც ისრაელმა გასცა მას, ამან პრაქტიკულად აჩვენა რისგან შეესგება ეს თავდაცვითი ასე ვთქვათ სისტემები, რომელიც გააჩნია ირანს და გამოჩნდა რომ ირანს ბევრი რამე დასახვეწნი არ აქვს. და ამიტომ ის ასე ვთქვათ ძალიან თამამი შეტევა, რომელიც დღეს განახორციელეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა პრაქტიკულად გამოიყვანეს მწყობრიდან მთელი ანუ საჰაერასაწინააღმდეგო სისტემები, ესე იგი დაბომბეს რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები ქვეყანაში. ეს ოპერაცია კიდე გრძელდება და ღმერთმა იცის რა იქნება კიდე განადგურებული და რა არის აი ამ სიაში, მაგრამ ამან ყველაფერმა აჩვენა, რომ ირანი მდიდარი, დიდი ისტორიული ქვეყანა, მაგრამ დღეს არის დაუცველი. და თქვენ რაც ბრძანეთ ეს ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ეს არის რეალურად 79 წლის რევოლუციის შედეგი, როცა ირანი მოწყდა დასავლურ სამყაროს და ჩაიძირა წვდიათში. თუმცა ბანაგური ამას თავისი იმპლიკაციები, შედეგები აქვს უფრო გლობალურ მასშტაბში. ირანი ამ თვალსაზრისით სამხედრო ტექნოლოგიური ესე ვთქვათ ჩამორჩენის ამოვსებას ცდილობდა რუსეთთან აქტიური სამხედრო სტრატეგიული კავშირით. სულ ერთი თვის წინ მოაწერეს ხელი რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა სამხედრო სტრატეგიულ კავშირზე.
და დღეს მიიღეს ეს სურათი, ის კი არა და აი თურქეთში დღეს სერიოზული კრიტიკა ისმოდა პრეზიდენტ ერდოგანის მიმართ, იმის გამო, რომ რუსული S-400-ების შეძენის გამო ნატომ და ამერიკელებმა თურქეთი გამოიყვანა ამერიკული F-35-ის მიწოდების პროგრამიდან, ხო? და წერდნენ იმის თავაზე, რომ რაღა დრო რა ის რუსული მიყიდვის არა თურქეთი იყო როგორც თქვა ნორვეგია და სხვა ევროპული ქვეყნები F-35 პროგრამის შექმნის ნაწილი. კი ბატონო, ზუსტად და მაგას მაგალითად მოყავდათ ის რაც ხდება ახლა ირანში. ანუ ამან ცხადია თავად ირანის გავლენების ძალიან სერიოზულ შესუსტებას გამოიწვევს, ცალკე შედეგები ექნება ამას ქვეყნის შიგნით, სადაც ბევრი პრობლემის გადაფარვა ხდებოდა სწორედ იმით, რომ ძლიერი ირანი თავისი დიდი ამბიციებით რეგიონში და ასე შემდეგ და ხდებოდა, მაგრამ თუ კი ეს სისუსტე ამ მასშტაბით მჟღავნდება უკვე და აშკარად სახეზია. ეს რა თქმა უნდა შიგნით პოლიტიკური სიტუაციის სერიოზულ მორყევას გამოიწვევს, მაგრამ არანაკლები რამ ხდება მათ შორის რუსეთისთვისაც. იმიტომ რომ ბოროტების ღერძის შემადგენელი ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სამხედრო ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე სადაზვერვო სამსახურების ფაქტობრივად მოშლასა და არარსებობაზე მეტყველებს და არ იყო შემთხვევითი რომ დღეს რუსები მათ შორის დუგინი განგაშის ზარს რეკდა ასე ვთქვათ რუსულ მედიაში რომ ეს პაუწინა უკრაინული ოპერაცია და ის რაც ახლა ხდება ხო ამ აღზევებული ლომი ოპერაცია რომელიც ირანში მიმდინარეობს ისრაელის თურმე ძალიან გავს ერთმანეთსო და ყველაფერს ანგლოსაქსებს აბრალებდა. კი ბატონო, იცით რა არის? საერთოდ მე ვფიქრობ, რომ რუსული ფაქტორი ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი არის, რის გამოც აი ახლა მოხდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ბოლო საუბრის დროს, ჩვენ თუ კარგად გავიხსენებთ, მაგრამ იქ გამოჩნდა, რომ პუტინმა შესთავაზა ბატონ ტრამპს, რომ მოდით ჩვენც ჩავერთვებით ირანთან მოლაპარაკებებში და ამითი დაგეხმარებით თქვენ და ასე შემდეგ. მე მგონი აი ეს მესიჯი ცოტა ცუდად მიიღო ისრაელმა და მისმა პრემიერ-მინისტრმა და შეიძლება იყოს ეს ჩემი ვარაუდია რომ ამანაც დააჩქარა ეს მაგრამ გარდა ამისა ყველაფერი ასე ვთქვათ რაც აი ამ საკითხს ეხება ხო ვთქვათ ხამასის ჰეზბოლას განადგურება და ნუ ჰეზბოლას სამეთაურო ასე ვთქვათ ხო შემთხვევაში ძალიან დასუსტება იმდენ დასუსტება რომ ლიბანის შეერაღებული ძალები იკავებენ უკვე მათ მეორე არის ზოგადად შიიტური ასე ვთქვათ ნახევარმთვარის მორღვევა ახლო აღმოსავლეთში აი ეს ყველაფერი მოხდა წელიწად ნახევრის განმავლობაში რამაც ძალიან და სირიის ფაქტორი სადაც სირიიდან პრაქტიკულად განდევნილი იქნა ასე კუცი და თქვა ირანული ფაქტორი როგორც ასეთი ამან დაასუსტა ირანი უკიდურესად ვერ ვიტყვი მაგრამ ძალიან დაასუსტა რეგიონალური მასშტაბით და ამან მისცა საშუალება მე მგონი დღეს ისრაელს რომ გადაეწყვიტა შეტევა განახორციელებინა იმაზე ირანზე ეხლა რა შეიძლება მოყვეს ამას ხო ყველა ამას ნუ რა შეიძლება რითი შეიძლება უპასუხოს ეხლა სანამ თქვენ გქონდათ ესე პირდაპირ ჩართვა ისრაელთან მე წავიკითხე რომ რამოდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა უკვე გამოუშვეს ისრაელის მიმართულებით და ნუ არ ვიცი ეხლა რამდენს ჩამოაგდებენ და რამდენი მიაღწევს ამ თავის მიზანს, მაგრამ განუზომლად ჩამორჩება ტექნიკურად ეს ირანული იარაღი იმ დასავლურ იარაღს და ზოგადად იმ იარაღს რომელიც გააჩნია დღეს ისრაელს. გარდა ამისა, აქ რა არის, იცით, აქ ძალიან ჭვიანურად სტრატეგიულად იქნა განლაგებული სამხედრო რესურსები ისრაელის და ამერიკის თვითონ რეგიონში. იმიტომ რომ მართალი ბრძანდებით რომ მე არ ამგონია რომ ამერიკელები პირდაპირ მონაწილეობდნენ ამაში, მაგრამ მოდით ერთ რაღაც ფაქტს გავუსვავ ხაზს და ეს ძალიან ბევრის მეტყველი არის. ყველა დაბომბვა და რაკეტა და ასე ვთქვათ აი გამანადგურებული საშუალება რომელიც თვითმფრინავებზე იყო ბაზირებული ისრაელის თვითმფრინავებზე იყო გაშვებული ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორია რომელიც საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებენ ამერიკელები. ამერიკელების ნებართვის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. მე ორი აზრი არ არსებობს ამას. ამიტომ ამერიკელების განცხადებითაც ხო თქვა რატომ თქვა რომ რუბიომ თქვა რომ თქვა არ უპასუხოთ, იმიტომ რომ ნუ ჩვენ დავიცავთ.
იმიტომ რომ საპასუხო იერიშების ან დარტყმის შემთხვევაში უკვე ჩვენ ხედავთ რომ რეგიონალური ქვეყნების ერთ როგორც არის საუდის არაბეთი, იგივე იორდანია, შეერთებული შტატების იქ არსებული ასე ვთქვათ ძალების სამხედრო ძალები ესენი დაუპირისპირდებიან ირანს. აქ საშიშროება არის რა თქმა უნდა რომ ანუ ეს რელიგიური ფანატიზმით ასე ვთქვათ მამოძრავებელი ეს იდეოლოგიურად მამოძრავებელი ხალხი შეიძლება გადაწყვიტოს რომ იერიში მიიტანოს ამერიკულ ბაზებზე რეგიონში რაც იქნება ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს სცენარი არ იყოს თქვათ დამუშავებული, ხო? და ამის თაობაზე ღიად საუბრობდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრამპის და სახელმწიფო მდივანი მათ ევაკუაცია განახორციელების ამ დღეს. ემზადებოდნენ პრინციპში რატო იყო ეს მოულოდნელი თავად ირანის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, ჩემთვის ცოტა მოულოდნელია, მაგრამ რომც ყოფილიყვნენ ამისთვის მომზადებულები, ფაქტია რომ ეს ამზადის საკმარისი არ აღმოჩნდა. მათი ცა შეგვიძლია ვთქვათ რომ გახვრეტილია, საცერივით არის და ასევე ადგილზე ინფილტრაციის ხარისხი მოსადის თავად ირანის ტერიტორიაზე იმდენად მაღალია რომ მან არაერთხელ დაამტკიცეს რომ ესეთ წერტილოვანი დარტყმების მტკივნეულის მექანიზმი არის იცით აი შეიძლება სასაცილოთაც მიგვაჩნდეს მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ესეთი ასე ვთქვათ დეზინფორმაცია მუშაობს განსაკუთრებით საომარ მოქმედებებში ხო ეს ჩვენ უკრაინაშიც ვნახეთ ეხლა ვნახეთ იმიტომ რომ იყო ლაპარაკი რომ ნეტანიაჰუს უმცროსი შვილმა უნდა მოიყვანოს ცოლი და ქორწილი უნდა ქონოდა ახლა ქორწილის დღეს ხომ არ გააკეთებს ამ თავდასხმას ვიღაცა წავიდა დასასვენებლად და ასე შემდეგ ანუ ოფიციალურ პირებზე ანუ ისრაელი უშვებდა აი ასეთ ინფორმაციებს ღია წყაროებში რომ აი თქვათ არავის არ მოსლოდა თავში რომ აი ამ დღეებში რაღაცა მზადდება და ამან იმუშავა მე მგონი